აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ მანგლელ მიტროპოლიტ ანანიას 65 წლის იუბილე მიულოცა. აფხაზეთის საკათალიკოსო ისტორია და დღევანდელობა. ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც მღვდელმთავრის დაბადების დღეს მიეძღვნა. შეხვედრის მონაწილეები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შეეხნენ. გამომსვლელებმა მოხსენებებში განიხილეს ერთიანი ეკლესიური და სახელმწიფოებრივი ცნობიერების პრობლემები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში რუსეთის მიერ წაქეზებული გარკვეული მცდელობები, საეკლესიო ისტორიის საკითხები, წერილობითი ძეგლები, კონფლიქტების ტერმინოლოგიური შეფასება, თანამედროვე აფხაზეთის საეკლესიო წრეებში ანტირუსული განწყობა და რელიგიური ვითარება. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით მანგლელ მიტროპოლიტ ანანიას საპატიო სიგელი გადაეცა. Აღნიშნავთ გამოჩენილი მღვდელმთავრის, გამოჩენილი მეცნიერის, მეუფე ანანიას იუბილეს და ამასთან დაკავშირებით გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება აფხაზეთის პრობლემატიკას, აფხაზეთის თემატიკას. კარგად არის ცნობილი მეუფეს ღვაწლი აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, მას აქვს სპეციალური ნაშრომი, აქვს ბროშურები, აქვს წერილები, რომელიც არის დაკავშირებული აი ამ რეგიონის საეკლესიო ისტორიასთან. მეუფე ანანიას აქვს შრომები აფხაზეთის საკათალიკოსთან დაკავშირებით და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს თემები დღეს არის ძალიან აქტუალური. მე მინდა მიულოცა მეუფე ანანიას ეს საიუბილეო თარიღი, ის გახლავთ ერთ-ერთი საინტერესო მკვლევარი და არაორდინალური მკვლევარიც ამავე დროს, უსურვო მას ჯანმრთელობა და წარმატებები. ამ კონფერენციაზე მქონდა პატივი გამოსულიყავი მოხსენებით აფხაზეთის წერილობითი ძეგლების შესახებ. ჩვენ ვეცადეთ წინა გამოსვლებთან შედარებით აქ წარმოგვედგინა, კომპლექსურად წარმოგვედგინა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოძიებული ყველა წერილობითი ძეგლი, რომელიც დაცული იყო არა მარტო ქართულ ენაზე, არამედ ბერძნულ, ლათინურ და თურქულ ენებზე.